მანამდე კი პუტინის კარზე დადებული ბურჯანაძის ჩანთალაშა ბუღაძე მოსკოვში გამართული შეხვედრა სარკაზმით პრესის ფურცლებზე გადმოსცა. სტატია ნინო ბურჯანაძის ჩანთას ეძღვნება, რომლის გამოც კრემლის ლიდერს სალამის თქმა არაცალეს. რაიდო ჩანთაში პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და რა უნდოდა მას პუტინთან ლაშა ბუღაძის ვერსიები უხერხულ პაუზაზე. ნახეთ თამთა სანიკიძის რეპორტაჟში. მოსკოვის წვეულებათა სასახლის იატაკზე მოხვედრულმა ჩანთამ პრესის ფურცლებზე გადაინაცვლა. ვლადიმერ პუტინისა და ნინო ბურჯანაძის შეხვედრის პირველ წუთს ლაშა ბუღაძე გაზეთ 24 საათში სარკაზმით გაჯერებულ ვრცელ სვეტს უძღვნის. წერილში სათაურით ჩანთა ავტორს პუტინის ფეხებთან დადებული შავი ჩანთა აბნევს. ის საზიზღარი კაციც დაიბნა. იმან ხელი გამოუწოდა ჩამოსართმევად. ამან კი ჰოპ პაუზა შეაგება უდახვეწილესად. ცოტა მკაცრადაც კი. ქართულ ქალს რომ შეეფერება ღირსეულად ჩამოიდო ფეხსაცმელთან და მხოლოდ ამის მერეღა უპასუხა სალამზე. პუტინს ძალისხმევა დასჭირდა რომ ღიმილი შეენარჩუნებინა სახეზე. ყველაფერს ელოდა ქართველისგან, მაგრამ ამ ჩანთას არა. უხერხული მისალმების განხილვის შემდეგ ავტორს აინტერესებს, რატომ არ დატოვა ბურჯანაძემ ჩანთა პუტინის მისაღებში ან თუნდაც სასტუმროში. არ უნდა ეკადრა ეს ექსპიკერს, არ უნდა მისულიყო ჩანთიანად აუდიენციაზე. არ იყო ამ უხერხული შეყოვნება პაუზის ღირსი პუტინი. კიდევ ერთხელ მივაყენეთ შეურაცხყოფა ამ დიდი ქვეყნის მართვას. ჯერ გლობალური, გეოპოლიტიკური კატასტროფა ვაგემეთ. საბჭოთა კავშირი შემოგვეშალა. მერე დამოუკიდებლობა შემოგვეცხადა. ვაი როგორი უხერხულია. ბოლოს მისი ისტორიული ტერიტორიის დაპყრობაც ვცადეთ. სოფელი პერევი, დაბა ცხინვალი და ძირძველი მურმანსკი და ახლა კი ეს ჩანთა შევაჩერეთ მის კაბინეტში. არ შეიძლებოდა ოდნავ მაინც მოხრილიყო მუხლებში ჩვენი ექსპიკერი? მეტი თვალსაჩინოებისთვის ავტორი სერგეი ესენინის ლექს ჩანთა მოგზაურს იშველიებს და ერთ სტრიქონს იხსენებს. ორა უხერხულია. შემდეგ კი იმის გარკვევას ცდილობს რაიდო ბურჯანაძის შავ ჩანთაში. რევოლვერი, რომლის ამოღებაც ვერ გაბედა? დეზოდორანტი, რომლითაც თვალები უნდა ამოეწვა დიდი ლიდერისთვის? საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც იქვე უნდა შეეჭამა პროტესტის ნიშნად? პუტინის ბავშვობის ფოტო კასპის რაიონული ბიბლიოთეკიდან მოპარული? სასკოლო ატესტატი? მშობლის პარტბილეთი, რომელიც ტირანის ხვირწინ უნდა დაეხია? მუხრან მაჭავარიანის ლექსი, უკეთურო ჩაქცხებ ამ ჩანთას, არ მიმაჩნი ხარ არარად? ქუთაისის ტკივილები? მიშას ალეგორიული ბოდიშები? თუ რა? წერილში ავტორი პასუხს ვერ იღებს, ამიტომ სვეტს ისევ კითხვითი ნიშნით ამთავრებს. რა ედო ჩანთაში? რატომ შეაგება ის უხერხული პაუზა? რატომ ჩამოდო ასეთი ზიზღით? და საერთოდ რა ჯანდაბა უნდოდა პუტინთან?